ლილია გოგიაშვილი 7 წლის. ვსწავლობ წინსვლის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ხატვა, კალათბურთი და ცელქობა. ყველაზე მეტად მიყვარს ცელქობა და დავძრები კედლებზე. ბაბუა ჩემს რომ ტელეფონი მაღლა უდევს ვინოებისაც ადევია და ავძრები, ავიღებ და თამაშობ. ჩემი ძმა აკეთებს ეგრე, მე ჩამომაღებიებ და მე ვიბრალებ მე. ხანდახან მას ვაბრალებ, ხანდახან მე. ბავშვობიდან ვარ სწრაფი და მოხერხებული. ჩემი ცელქობიდან მახსოვს რომ ძალიან შორიდან ჩამოვიტანეს მაგნიტი. მისაკრავი მაცივარზე მისაკრავი მაგნიტი და გავტეხე. კიდევ მამიკოს გავუტეხე 20 ლიტრიანი ღვინო. კიდევ ჩუმად ავიღე მისი სიგარეტი და დავნახე. მოკლედ უამრავი სიცელქე მაქვს ჩადენილი. ეს არის ნორმალური და ყველა ბავშვი უნდა იყოს ცელქი. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი ვისწავლე. ისი ერთვარიანი ღამის ხატვა, ადამიანების და ხატვა, კიდევ ხატავ ყვავილებს და მანქანებს. ჩემი საყვარელი მანქანა არის სტაფილოსფერის სუპრა. 20 წლის რომ გავხდები ვიყიდი ამ მანქანას. ჩემი საყვარელი ფერი არის სტაფილოსფერი და არ მიყვარს ვარდისფერი. იმიტომ რომ ყოველთვის გავდივარ და ბევრი ყვავილები არ ხდება ვარდისფერი. მინდა ჩემი ნახატები გავყიდო ათლარად. მე ფული როცა მაქვს ხარჯავ წვენებში და ტკბილეულობაში. ჩემი საყვარელი ტკბილეული არის ლოლიპოპი. საყვარელი საჭმელია ხარჩო. ჩემი თოლიი ყველაზე კარგად გააკეთებს ბულიონს. ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს. ერთ გოგოზე ვფიქრობ, მაგრამ სულ მეჯგანებ. სულს რომ მოვიყვან, ვიქნები 21 წლის. შვილებს დავარქმევ სიდონიას, მარიამს და ალექსის. ჩემს სულს დავარქმევ თეას. მუზეუმში მინდა მოვაწყო ჩემი ნახატების გამოფენა. ამ გამოფენას დავპატიჟებ ჩემ მეგობრებს, ჩემ კლასელებს და ჩემს დედაშვილ მამიდაშვილი. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ სპორტი არის. და დიდი დარბაზი. კარგი კლასელები მყავს და კარგი მასწავლებელი. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია დათა ტარიელაძე. ყველაზე შვიდია რუსია ნაგერვაძე. ყველაზე ცელქია ემილი მალაპმაძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და სიმპათიური. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია თინათინ მასწავლებელი. ის არის ყველაზე მხიარული და არასდროს არ გვიყვირის. ახლა მინდა ვიყო 18 წლის. იმიტომ რომ ვისწავლი უნივერსიტეტში. რომ გავიზრდები მინდა გამოვიდა კალათბურთელი. კალათბურთელი თუ ვერ გავხდები, გავხდები პოლიციელი. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. სახლში ვცხოვრობ მე, ჩემი ძმა, დედა, მამა, ბებია და ბაბუა. და მალე მეყოლება და. ჩემი ძმა არის 9 წლის და ქვია გაბრიელი. გაბრიელი არის ჭკვიანი და მხიარული და ხანდახან ნერვებს მისლის. მამიკო არის ძალიან სიმპათიური და ყოველთვის რასაც ვეთყვი მისრულებს ყველაფერს. დედიკო არის ძალიან ლამაზი და ჭკვიანი და აკეთებს გემრიელ საჭმელებს. დედიკოს გაკეთებული საჭმელებიდან ყველაზე მიყვარს ბულიონი. ბებიას და ბაბუას ერთმანეთი ძალიან უყვართ. მაგრამ ჩემი აზრით ბაბუას უფრო უყვარს ბებია. ასე იმიტომ მგონია რომ ბაბუა ყოველთვის ყველაფერს ყიდულობს ბებიას. ჩემი ერთ-ერთი ჰობია ჩემი ძმის ნერვების მოშლა. ყველაზე მეტად ნერვები ეშება, როცა შეერთებულია კომპიუტერი. რიფ გამოვთავდა ჩემზე ვაერთი. მიყვარს კითხვა თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნია ჰარი პოტერი. დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს გავხდებოდი მილიონერი. პირველ რიგში ვიყიდიდი სახლს და მანქანას. ჩემი ოცნების სახლი არის 10 სართულიანი უნდა იყოს, ეზოში აუზი და PlayStation-ი ყველა ოთახში. ამ სახლში ვიცხოვრობ მე და ჩემი ოჯახი. ჩემი საყვარელი ფილმია Spider-Man. წინა მონაწილე დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემ ძმასთან ერთად. ნერვებს იმისთვის, მაგრამ ძალიან მიყვარს. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელიც სუპერტრალა უნდა რომ მქონდეს. მე მინდა გავხდე უჩინარი. უჩინარი რომ გავხდები ჰარი პოტერს მოუყარა ჯოხს. ბედნიერება არის ცოტა ხანში დაიკო რომ მეყოლება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი. დედიკო ფიქრობს დაარქვას სიდონია, მამიკო ფიქრობს დაარქვას
თამარი. მე მაგალითად მომწონს სიდონია.